როგორ გიხდება ახალი ქურთუკი? დე გამიცინე დე? გიგვიდა დიდა. Damiknede die Kocheli winke. Jetzt ist typisch Andreas. Guck mal, wenn du sauer bist. Ach, wie schön. Sashobau bazrobaze xarde. Კარგიათ? Man Anya te Anya Anya She's müde. Ძალიან მაგარია. ჯუჯები ზიან, აი ამ საბაგიროში, ნახეთ. აქ ცხება კრეპები. აქ ცხება ვაფლები. ნახეთ რა საყვარელი საბაგიროა. გნომებით. Wie sieht diese Sakrotant-Tücher aus? Ja, als ob sie Werbung macht. Sehr süß. Außer die mit mir unterwegs waren. ეს ყველაფერი არის ხელით დამზადებული, handmade. საშობაო ბაზრობაზე, ვისაც აი ესეთი ქურქები უყვარს. აი ქეთ ქუდები. ესე დღისით მე საშობაო ბაზრობაზე უნდა გამოგიტყდეთ, არასოდეს არ ყოფილვარ. საღამოს კი, მაგრამ დღისით არა. და ბელეს ნახეთ როგორ ეძინება უკვე გაბრუებულია და ეს სველი ქაღალდის შეფუთვა როგორ უჭირავს ნახეთ არაფრით არ ჩდებოდა ეტლში ძლივს ჩავსვით როცა ეს სველი ქაღალდების შეკვრა მივეცი ნახეთ როგორ დაიხალა დაიძინე დედიკო დაიძინე Kur ჩაეძინა ანაბელს. არაფრით არ უშვებს სველ ქაღალდებს ხელს. ნახეთ რა საყვარელი ქოხია და ამათი დეკორაციებზე საერთოდ ვგიჟდები. მიუხედავად იმისა, ეს ჩემთვის ყველაფერი ახალი არ არის. თითქმის ყოველ წელს ერთი და იგივეა, მაგრამ ძალიან მომწონს გერმანული დეკორაციები. სულ სხვა დეკორაციების შეგრძნება აქვთ ამათ ვიდრე ჩვენ, მე ასე მგონია. ეხა გვინდა რომ რაღაც მივირთვათ მოფშივდა. დღეს იკიაში მივდივართ. ნახეთ რა სილამაზია, აი ვგიჟდები ამათ საშობაო ბაზრობის დეკორაციებზე. თუმცა
ყოველ წელს ერთი და იგივეა და ჩემთვის ეხლა რომ გითხრათ ძალიან ახალი ეს არაფერი არ არის, მაგრამ აი ამათი დეკორაციების გამო ძალიან მიყვარს ხოლმე აქ მოსვლა. დღეს გვინდა ჩვენ ჩემოკარგებო რომ იკეაში წავიდეთ და ეხლა გამოვიარეთ აქ საშობაო ბაზრობაზე, უბრალოდ უნდა გადავჭდეთ, მეტროთი მივდივართ, რა თქმა უნდა. და გადაჭდომა მოგვიწია აი აქ კელნში ჰოი მარკტზე, სადაც იკეას გზაა და აქვე არის საშობაო ბაზრობა და ბარემ შემოვიარეთ. ასე დღისით, მზისით, მართალი გითხრათ, ჩვენ არასოდეს არ ყოფილვართ საშობაო ბაზრობაზე. ანაბელს ჩაეძინა, აქ ვარ მე და აქ არის ანდრეასი. ანდრეასი იმ სიმაღლეა და ჯერ ჩემს გვერდით ხო მე პატარა ვარ როგორც იცით და ჩემს გვერდით ხო საერთოდ ამის გვერდით მე უფრო სწორად კიდე მეტად პატარა ვჩანვარ ვიდრე ვარ და გვერდით არ დამიდგე მეთქი ვიდეოში ასე უთხარი. ნახეთ რა ლამაზია ყველაფერი, აი ირგვლივ გაჩვენებთ ახლა ყველაფერს. აი ანაბელს დაეძინა. ნახეთ როგორ ჩაეძინა საკროტანის სველ ქაღალდებთან ერთად, აქ არის ანდრეასი. და მოკლედ აი ასე გამოიყურება ირგვლივ ყველაფერი. ძალიან მიხარია, თან არ არის ძალიან სიცივე. საკმაოდ რბილი ამინდია გერმანულ ამინდთან შედარებით. Da oben? Ja, mache ich schon. ჩემოკარგებო ჰაისე მაღონენ ნიშნავს ცხელ წაბლს და აქვე ამზადებენ ცეცხლზე ძალიან გემრიელ წაბლს, რომელიც აქვე შეგიძლიათ მიერთვათ და საკმაოდ ძვირი ღირს. ეს რა ძეგლებია, აქ არ ვიცი, ის მესამე აგაგი წერეთელს გავს, ნახეთ როგორ რაღაცნაირად. ეს ალბათ ბავშვები, ნახეთ, რასაყვარლები არიან და ეს არ ვიცი ვინ არის. არც არაფერი წერია, რომ გავიგო. ეს ძველი ავტობუსი. Heinzel Express ასე ქვია. Hi. ეს ნაძვის ხე როგორ ძველმოდურად არის აწყობილი. აქ ისმება ტიპიური ცხელი ღვინო. მინდოდა რომ ეჩვენებინა თქვენთვის. აი ეს განათებები მოტოსა ლამაზია. ყიდიან ტიპიურ შვებურ ფლამკუხენს, აი აწერია კიდეც. ნახეთ. ესეთი სპეციალიტეტები ჩეხეთში მაქვს ნანახი და ტრუდელნიკები ქვია და სხვადასხვაგვარი შიგთავსებითაა. ნახეთ რა ლამაზი სანთლებია, საშობაოდ, ძალიან მაგარია და ვარსკვლავები. აი ეს ტიპიური გერმანული ვარსკვლავები, ესეთები აქვთ ხოლმე ამათ ფანჯრებზე ჩამოკიდებული. აქ იყიდება რაღაც დეკორაციები, საშობაოდ მაგიდისთვის გადასაფარებლები და ესეთი რაღაცები.
აქ შეგიძლიათ ჭიქა შეიძინოთ, ფინჯანი, სხვადასხვაგვარი სახელები და დასაჭრელი დაფები. ნახეთ რა ლამაზებია. და დალიოთ ეს თუ არ ვწდები ცხელი ღვინოს ფინჯნებია, ხო? ხვეულებიც ებინება. ნახეთ ეს არის ყველაფერი ნუშის ნუგატის ნამცხრები. თუ ტკბილეული, ძალიან მაგარია. ეს გერმანული თაფლი. ნახეთ. ეს ფიჭა. ყავა. კარგი ყავის სუნი, აი ანდრეასი აქ მელოდება. ნახეთ აქ რა ლამაზია. აქ ტიპიური გერმანული აი ეს რა ქვია ამას. ნახეთ რა ლამაზი სკულპტურებია გამოთლილი. ალბათ ხელით, ხო? €850 ღირს აი ეს ძაღლი. კეთვირიც არის. ნახეთ ისინი რა ლამაზია. ტიპიური გერმანული საახალწლო და საშობაო სათამაშოები. ხისგან გამოთლილი და ღირს საკმაოდ ძვირი. აი აქ კიდე შოკოლადებია სპეციალურად კოლნისთვის. ძალიან ლამაზია. ნახეთ რა ლამაზი სანძლებია. ნახეთ რა ლამაზი სანძლებია. Was müssen wir jetzt mitgeben? აი ეს ძალიან ლამაზია. განათებები. გერმანული სახლები, აი ძველებური. ნახეთ რა ლამაზი დეკორაცია. მანათობელი სახლები ეს ყველა ნაცდება. ნახეთ, აი ეს ერთი სახლი 75 € ღირს. საკმაოდ ძვირებია, მაგრამ ძალიან ლამაზი. აი ასეთი იყო ტიპიური ძველი გერმანული სახლები. ძალიან ლამაზებია. საერთოდ არ გვანან ქართულ სახლებს როგორც ხედავთ, ნახეთ რა ლამაზია. ძალიან ლამაზია. და ნახეთ, აქ არის ხე, რომელიც გულებით არის მორთული. ნახეთ რა ლამაზია. ნახეთ რა ლამაზია და მოკლედ მორჩა აქ საშობაო ბაზრობა. ეხლა გამოვედით. ანაბელს ისე ძინავს, ნუ ჩემთვის მაინც ვერაფერი ვერ ვიპოვეთ, რომ საჭმელად გვეყიდა. ხშია მე და ანდრეას. არის ანდრეასი. ანაბელს ისე ძინავს. ნახეთ როგორ ტკბილად. და აქ ვარ მე. ძალიან ხშია, იქნებ რამეს მივაგნოთ ისე მაინც თუ არა საშობაო ბაზრობაზე, რომ მივირთვათ, იკიამდე ვერ მოვითმენთ, ალბათ ისე ხშია. საკმაოდ რბილი ამიდია და მიხარია ძალიან. აი იქ უკან რაღაც პომესი და რაღაცები, აი იქნებ იქ ვჭამოთ რამე. აბა დროებით. შევდივართ ახლა, ეს არის თურქული, რა ვიცი, პიცერია, საშაორმე რაც გინდათ დაარქვით და ძალიან მოგშვი და აქ შევდივართ.
ფალაფელი და ამის შაურმა შევუკვეთე მე ფალაფელის. ეს არის თუ არ ვცდები, მაგათი ნამცხვარი ფახლავა ხო? ნახეთ რა ლამაზი გაფორმება აქვს. ეს არის კელნი. ეს არის მდინარე რაინი. ძალიან ლამაზია ყველაფერი. ვინ დახატა ნეტა ეს ვინ გააკეთა? თან მარტო ნახატი არ არის. სამ განზომილებაშია ამოკვეთილი. ძალიან ლამაზია. მოკლედ როგორც იქნა გამოვჩნდი კადრში. სულ მე ვარ გადამღების როლში და ანდრეას იმდენად გადაღება არ ეხერხება. და მეც მიყვარს ხოლმე როცა ვჩანვარ კადრში, მაგრამ ეს იშვიათი სიამოვნებაა ჩემთვის, როგორც გადამღები, რეჟისორი, ვიდეოს დამდგმელი. მოკლედ ყველაფერი მე უნდა გავაკეთო. ეხლა მოგვივიდა ჩვენი შაურმა, ეს ჩემია ფალაფელით და ეს არის ჩვეულებრივი შაურმა დონერი, როგორც გერმანიაში ეძახიან. ძალიან გემრიელად გამოიყურება. ველეს წინავს კიდე. Lass dich schmecken. აი ჩემი არის ფალაფელით, ნახეთ. გემრიელად მირთვით. რა გემრიელია. მაშა ძალიან გემრიელია. ჩემი ყავა და ჩემი ტირამისუ. ეს ანდრეასის ნუშის შვედური ნამცხვარი და ეს ანაბელი მიირთმევს ძალიან მოშივდა ხოდე? გშიადე? ნახეთ მამამის როგორ აჭმევს ანაბელი. როგორ მიყვარს იკეას სამზარეულოში მირთმევა ვერ წარმოიდგენთ. ჩემი iPhone-ის დასამახსოვრებელი კარტა სრულიად სავსეა, ეხლა წავშალე რაღაცები, რომ აქ 2 წუთით რაღაც გადამეღო იკეას სამზარეულოში. საკმაოდ დაღლილი სახე მაქვს, როგორც ხედავთ. ეხლა გვინდა რომ დივნებს შევავლოთ თვალი.